საქართველოს ახალი ომბუდსმენი ჰყავს. სახალხო დამცველის პოსტზე დღეს პარლამენტმა უჩან ანუაშვილი 82 ხმით 18 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. უმრავლესობის კანდიდატი დღეს ერთადერთი იყო კენჭისყრაზე. რატომ უწოდა ოპოზიციამ ქართული ოცნების კანდიდატი და რა იყო მთავარი კრიტერიუმი სახალხო დამცველის შერჩევისას? მთავარ კითხვას თინა ხიდაშელი უპასუხებს. გადაცემის ბოლოს დაკარგა თუ არა საქართველოს მაპი ძალიან მაგრად ჩატარებული არჩევნების შემდეგ, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილი ამბობს. კობალი კლიკაზე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას თინა ხიდაშელი ქუთაისიდან უპასუხებს. საღამოშტობისა ქალბატონ თინა. მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტით. პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწია ბოდიში მოეხადა პარლამენტში მომხდარის გამო, როდესაც დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ უმცირესობას უწოდა პოლიტიკური სუწინევრები, მას კორექტულობისკენ მოუწოდა შემდეგ თქვენმავე თანაგუნდელმა კობა დავითაშვილმა. შესვენებაზე კი მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რამდენთაც ჩემთვის ცნობილია და როგორც გავრცელდა სააგენტოებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. რა სიტყვით ამ ინციდენტზე მართებთ თუ არა პარლამენტარებს უფრო მეტი თავშეკავება? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი არის ჩემთვის პირადად და ჩვენი პოლიტიკური გონდისთვის, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობისთვის იმ ტიპის გამოსვლები, რაც დღეს პარლამენტში მოვისმინეთ, ძალიან სამწუხარო არის, რომ ძიმე ფონია ზოგადად და შესაძლოა ადამიანები თავს ვერ იკავებენ, თუმცა საქართველოს პარლამენტის წევრებს გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ აუცილებლად აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ერთის მხრივ ის, რომ ნამდვილად ძალიან ჩემის აზრით არაკორექტული და პარლამენტარისთვის შეუფერებელი იყო ბატონი ნუკრის გამოსვლა, მაგრამ არანაკლებ მძიმე, შეურაცხყოფელი და არაადეკვატური იყო ბატონი ზურაბ ჯაფარიძის გამოსვლაც. და მე ყველას მინდა მივმართოთ ხოვო, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხოთ, არა ის რომ თავის შევიკავოთ, არამედ უბრალოდ გამოვრიცხოთ ასეთი ტიპის ურთიერთობები. ჩვენ ძალიან მძიმე დღეები გველოდება წინ, 4 წელია, როდესაც ამ პარლამენტმა უნდა იფუნქციონიროს და ყოველ ჯერზე თუ კი მორიგ გაბრაზებაზე ნერვები გუმტყუნებს, არ ამგონია რომ ეს ან საქმეს წაადგეს და ამ პარლამენტისთვის რაიმე ფორმით და მიზეზით სასარგებლო იყოს. და მე არ მინდა რომ ვიყოთ ვითარებაში, როდესაც ხშირად მოგვიწევს ბოდიშის მოხდა, მაგრამ როდესაც ბოდიში მოსახდელია, დარწმუნებულია რომ არავის არ ექნება პრობლემა, თუნდაც ხვის ნაცვლად, როდესაც საკუთარი გუნდის წევრს ეხება საქმე, ძალიან მარტივად მოვიხადოთ ბოდიში. ესეც განგვასხვავებს ჩვენ იმ დღევანდელი უმცირესობისგან, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო უმრავლესობაში და რომელსაც არასოდეს არ დაუნახავს არავითარი პრობლემა, არც გამოსვლებში მათი გუნდის წევრების და მით უმეტეს არც მოქმედებებში. დაახლოებით 1 საათია, რაც ხანგრძლივი პროცესის შემდეგ დამტკიცდა სახალხო დამცველის კანდიდატურა. ეს არის უჩან ანუაშვილი, რომელსაც უმცირესობა უკვე ადანაშაულებს პოლიტიკურ მიკერძოებულობაში. მას დღეს უწოდეს ქართული ოცნების ომბუდსმენი. რა იყო მთავარი კრიტერიუმი უმრავლესობისთვის, როდესაც საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა სწორედ უჩან ანუაშვილზე? კანდიდატების რიცხვი იყო საკმაოდ დიდი. კი, ნამდვილად საკმაოდ ბევრი კანდიდატი იყო და ეს მხოლოდ მისასალმებელია. მე ვიტყოდი რომ კანდიდატების უდიდესი უმრავლესობიდან ნებისმიერი იქნებოდა ღირსეული კანდიდატი ქვეყნის სახალხო დამცველობაზე, თუმცა არჩევანი შეჩერდა უჩაზე. ჩემთვის მარტივი ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ უჩას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, რა ვიცი 10 წელზე მეტია, 15 წელი ალბათ რაც ვიცნობ სწორედ იმ საქმიდან გამომდინარე, რომელსაც ის ემსახურებოდა და ჩემთვის პატივი იყო წლების განმავლობაში მასთან ერთად მე მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მე მუშაობა ძალიან მძიმე დროში ქვეყნისთვის, როგორც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ასევე შემდეგი 9 წლიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს. კრიტერიუმი იყო სტანდარტული, მარტივი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ეს იყო პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, იმიტომ რომ სახალხო დამცველს გარდა იმისა, რომ უნდა კარგად ესმოდეს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა, რა სიმძიმესთან და პრობლემებთან არის ეს დაკავშირებული, ასევე ჭირდება ძალიან
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს პრინციპული და არასოდეს არ ექვემდებარებოდეს იმ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება ხოლმე. მთავარი ბრალდებები, რომელიც დღეს უჩასწინააღმდეგ ისმოდა, იყო ჩემთვის გასაოცარი, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, რომელმაც თეორიულად მაინც იცის, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვა და მე ჩემს კოლეგებს უმცირესობიდან დღეს მივმართე კიდეც პარლამენტის ხდომაზე, რომ ის ბრალდებები, რომელსაც ისინი უჩას უყენებდნენ, რომ თურმე ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოდიოდა, რომ მათ სამართალდარღვევებში ამხელდა პროკურორი ვიცაუბრობსო, ეს უჩას საქმე იყო, ეს იყო ის, რასაც ის ემსახურებოდა ამ წლების განმავლობაში უფლებადამცველი, შეუძლებელია ეფერებოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ ქვეყანაში, სადაც ციხეში ადამიანების პატიმრების წამება ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ გასაოცარი ის იქნებოდა სხვაგვარად რომ ესაუბრა უჩანანოაშვილს და სხვა პრინციპების მატარებელი რომ ყოფილიყო. ბრალდებების მეორე ტალღა იყო იმის შესახებ, რომ თურმე მას რაღაცაზე განცხადება არ გაუკეთებია და აქაც ჩემს აზრით სულიად უსაფუძვლოა ეს ბრალდებები, იმიტომ რომ დღეიდან მოყოლებული, როდესაც ის უკვე სახალხო დამცველია, რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგან შეუძლია მას დაუყადოს მოთხოვნა, რომ რეაგირება მოახდინოს ყველა ადამიანის უფლების დარღვევაზე, ან შესაძლო დარღვევაზე და გააკეთოს შეფასება, დადოს სამართლებრივი დასკვნა, მაგრამ როდესაც ხარ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, შენ თავად წყვეტ, რაზე იმუშავო, რომელი საქმეები შეარჩიო, შენი ორგანიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობის პრიორიტეტებიდან გამომდინარე და არავით არის ვალდებულება არც ერთ უფლებადამცველს, რომელიც სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობს. არა აქვს რომ მქონდეს ინფორმაცია ყველაფერზე, იცოდეს ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა ადამიანის მიერ გამოთქმული სიტყვის თუ ჩადენილი ქმედების შესახებ და დადოს ამის შესახებ შეფასებები და დასკვნები. ასეთი რესურსი სამწუხაროდ არც ერთ უფლებადაცვით ორგანიზაციას არ აქვს და ვერც ადამიანის უფლებათა ცენტრი იქნებოდა გამონაკლისი და მესამე, ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შესაძლოა ამ ბრალდებებიდან, რასაც უმცირესობა დღეს უყენებდა უჩანანოაშვილს, იყო ის, რომ ის თურმე მე ბოლომდე კარგად ვერ გავიგე რას აბრალებდნენ, მაგრამ რაღაცას აბრალებდნენ აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ეს ის სფეროა, სადაც მე ყველაზე კარგად გავიცანი უჩანანოაშვილი ჩვენ 2 წლის განმავლობაში დღით და ღამე ერთად მუშაობდით კიდევ რამოდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, როდესაც ვამზადებდით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქმეს საქართველოში აგვისტოს ომის დროს მომხდარი ეთნოწმენდის შესახებ. და მე ველოდებოდი, რომ დღეს მას მადლობას გადაუხდი და უმცირესობა, რომ ამ ადამიანმა შეძლო მოახერხა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან საუბარი ყოფილიყო ეთნიკურ წმენდაზე, ქართული სოფლების ეთნიკურ წმენდაზე აგვისტოს ომის დროს. და ამის ნაცვლად მან მიიღო ბრალდებები იმ ხალხისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობა იყო აგვისტოს ომის შემდეგ, რომ თავად გაეკეთებინათ ეს საქმე, თავად მოეძიათ მასალები და თავად წარდგან იყვნენ საერთაშორისო ტრიბუნალში ასეთი საქმის აღძვრის მოთხოვნით. და კიდევ ერთხელ ამბობ იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაეხადათ, რომ ზურაბადეიშვილის და საქართველოს სამართალდამცავების საკეთებელ საქმეს აკეთებდა ის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების მოძიებისთვის, ჩემთვის სრულად გაუგებარი რაღაც ბრალდებები წაუყენეს. მე მესმის, რომ უმცირესობას ამოცანა აქვს, რომ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს, რაც ამ პარლამენტში მოხდება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მაინც და მაინც წაადგება მათ საქმიანობას, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევენ. მე დღეს გავიხსენე და ეხლაც გავიმეორებ 2004 წელს, როდესაც სოზარ სუბარი არჩევა ხდებოდა სახალხო დამცველის პოსტზე, რესპუბლიკელები მაშინ უკვე ოპოზიციაში ვიყავით ნაციონალურ მოძრაობასთან და ჩვენ ძალიან ბევრი გვაკრიტიკეს იმისთვის, რომ ხმა მივეცით მაშინ სოზარის კანდიდატურას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავით, რომ ის იქნებოდა ღირსეული ომბუდსმენი და ეს გამართლდა კიდეც, თუმცა კრიტიკა სწორედ იმიტომ ხდებოდა, რატომაც დღეს უმცირესობა საუბრობდა, რომ სოზარ სუბარი ასოცირდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან თავისუფლების ინსტიტუტში მუშაობის გამო. მაგრამ ეს არ გამხდარა ბარიერი ჩვენთვის, მაშინ ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის, რომ მისი ღირსებები დაგვეფასებინა, მისი პროფესიონალიზმი დაგვენახა და ხმა მიგვეცა ადამიანის უფლებათა დამცველი სოზარ სუბარისთვის იმის მიუხედავად, ვინ რას საუბრობდა და რა ტიპის ემოციებს აღძრავდა მისი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან მანამდე არსებული ურთიერთობები. მე მივმართე უმცირესობას, რომ გადაელახათ ეს ბარიერი და მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყვნენ, როდესაც სავარაუდოდ მათი მთავარი პარტნიორის არჩევნები ხდებოდა დღეს ქვეყნის პარლამენტში, იმიტომ რომ ომბუდსმენი როგორც წესი ოპოზიციის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია სახელმწიფო დაწესებულებათა შორის, მაგრამ მათ ვერ მეახერხეს
მაგრამ რაღაცა პარტიული დაკვეთის თუ პარტიული მოსაზრებებზე მაღლა დამდგარიყვნენ და ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეები ყოფილიყო. ქალბატონო თინა, საჯაროდ გადაუხადეთ დღეს Facebook-ის საშუალებით მადლობა თამარ გურჩიანს იმისთვის, რომ საინტერესო პროცესი გაიმართა ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით. რამდენად თანმიმდევრული იყო უმრავლესობა ამ პროცესში, რადგან არასამთავრობოები იყვნენ უკმაყოფილო, პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ უმრავლესობამ ფორმა დაარღვია ომბუდსმენის არჩევასთან დაკავშირებით. კი მე თამუნას დღეს მადლობა გადავუხადე, მე სამწუხაროდ ჩემი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე ვერ მივეცი ჩემ თავს იმის უფლება, რომ მთელი ამ დისკუსიების დროს საჯაროდ რაიმე მეთქვა სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით და დღეს ვინაიდან უკვე გადაწყვეტილება მიღებული იყო, ეს პრობლემა აღარ იყო და სწორედ ამიტომ ის რაც უკვე დიდი ხანია უნდა მეთქვა, დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი ნამდვილად მადლობას ვუხდი მას, რომ სწორედ თამარ გურჩიანის მონაწილეობა ამ პროცესი უფრო ღია გახადა. სტანდარტი, რომელსაც ახალხო დამცველის საქმიანობის შეფასებისას გამოიყენებს საზოგადოება, უფრო მაღალი გახადა. თამასამაღლა აწია, როგორც ამას ამბობენ ხოლმე და ეს ბუნებრივია, რომ პროცესის სახალხო დამცველის საქმიანობის უფრო მეტი გამჭვირვალეობისთვის, უფრო მეტი სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ის დისკუსია, რომელიც თვეების ამერტთვის განმავლობაში საზოგადოებაში მიდიოდა, იქნება და უკვე არის და იქნება მომავალში ძალიან პოზიტიური სახდა დაეხმარება სახალხო დამცველს თავის საქმიანობაში. რაც შეეხება თავად პროცესს, მე არ ვთვლი, რომ აქ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები იყო, ვინაიდან ჩვენ განვაცხადეთ უმრავლესობამ, მე არ ვიცი კონკრეტული ადამიანები ჩვენი შემადგენლობიდან რას ამბობდნენ, მაგრამ უმრავლესობამ განაცხადა, რომ მზად ვიყავით ჩვენ მოგვესმინა ყველა კანდიდატისთვის, თანაბარი შესაძლებლობები მიგვეცა ყველასთვის და ამის შემდეგ შევჯერდებოდით საერთო არჩევანზე, რომელიც გაკეთდა კიდევაც დღეს პარლამენტის ხდომაზე. ის თავისთავად ის განცხადება ბატონი ბიზნესი, რომ ის მხარს დაუჭერდა, რომ ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების პრეროგატივა და მხარს დაუჭერდა მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, ასეც მოხდა. სამწუხაროდ ერთგვარად არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა მთელ ამ პროცესს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო არასამთავრობო სექტორიდან წარმოდგენილი. ეს მართალია არასამთავრობოთა ერთი ჯგუფთან მიმართებაში, მაგრამ ასევე დასაფასებელი არის ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ბატონი უჩას მხარდასაჭერად. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ ის რაოდენობა, ვთქვათ, რომელ კანდიდატს რამდენი ორგანიზაცია უჭერდა მხარს, ვერ იქნებოდა განსაზღვრელი, რომ არა თავად მათი პოზიციები, რომელიც უმრავლესობისთან შეხვედრის დროს ყოველი მათგანისგან ჩვენ მოვისმინეთ და რამაც მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება. რითი იქნება თქვენი მიდგომა განსხვავებული ძველი უმრავლესობის მიდგომისგან, რადგან კარგად გვახსოვს, რომ უმრავლესობა პრაქტიკულად არ ისმენდა, ძალიან მცირე რაოდენობა იყო დეპუტატების პარლამენტში, როდესაც სახალხო დამცველი გამოდიოდა და მიუხედავად სიმძიმისა ანგარიშების არასოდეს არ იზიარებდნენ მის რეკომენდაციებს. კი მე დღეს ჩემი გამოსვლის დროს პარლამენტში ეს აღნიშნე კიდევაც, რომ მე არ მინდა ვიყო იმ უმრავლესობის წევრი, სადაც ეს კიდევ ერთხელ განმეორდება. მე საქართველოს პარლამენტში მოვედი იმიტომ და იმ ძალასთან ერთად, რომელსაც ღრმად ვარ დარწმუნებული, კარგად ესმის, რომ ჩვენი წარმატება გადის სწორედ დემოკრატიის მშენებლობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჩვენი ქვეყნის წარმატება, როგორც საგარეო ასპარეზზე, ასევე საშინაო ურთიერთობებში გადის სწორედ ერთის მხრივ ამ ინსტიტუტის, სახალხო დამცველის ინსტიტუტის სიძლიერეზე და მეორეს მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციის, მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციის შესრულებაზე. პარლამენტი ეს არ არის მხოლოდ საკანონმდებლო ორგანო, სადაც მთავრობა შემოიტანს კანონპროექტს, ან რომელიმე დეპუტატი კანონპროექტის ინიციირებას გააკეთებს და ამას მიიღებს. პარლამენტის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. სახალხო დამცველი ამ თვალსაზრისით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი პარლამენტის წარმატებული საქმიანობისთვის. მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ის ვითარება, რომელიც ოდესმე შეიძლება კიდევ განმეორდეს საქართველოს პარლამენტში, რომ ერთგვარი დეპეშა მიიღოს პარლამენტმა სახალხო დამცველის სქელტანიანი მოხსენებების შედეგად, რომ მოისმინა და მორჩა. და ამას გაგრძელება აღარ ქონდეს, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ქვეყნის პარლამენტში. პრობლემა მარტო ის კი არ იყო, რომ ცარიელ დარბაზში უწევდათ სახალხო დამცველებს გამოსვლა. პრობლემა ისიც იყო, რომ არავითარი რეაგირება ყველაფერი იმაზე, რაც ამ ანგარიშში ხდებოდა,
პარლამენტიდან არის მოდა. ჩემი ხედვა ამ საკითხის მიმართ ზუსტად იგივეა, რაც იყო მაშინ, როდესაც მე ვაპროტესტებდი სოზარ სუბარის ან შემდეგ უკვე გიორგი ტუღუშის ანგარიშებზე პარლამენტის რეაქციას. ჩემი ხედვა არის ძალიან მარტივი, ყოველი სიტყვა, ყოველი დადასტურებული პრობლემა სახალხო დამცველის ანგარიში უნდა გახდეს ჩვენი სამუშაო დღის წესრიგის ნაწილი. იქ სადაც კანონია შესაძლებელი, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ძალიან მყისიერად და სწრაფად ვიმოქმედოთ კანონის შესაძლებლად, რომ ადამიანის უფლებების დაცვას რაიმე საკანონმდებლო პრობლემა არ შეექმნას, ან ადამიანის უფლებების დარღვევას რაიმე ტიპის საკანონმდებლო ლეგიტიმაცია არ ქონდეს და მეორეს მხრივ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რა ზომის და ღონისძიების განხორციელებაც არ უნდა დასჭირდეს პარლამენტს. მან ყველა ზომა და ღონისძიება უნდა განახორციელოს იმისათვის, რომ ერთის მხრივ დაისაჯონ ისინი, ვინც ადამიანის უფლებებს დაარღვევენ და მეორეს მხრივ შეიქმნას პრევენციული მექანიზმები იმისათვის, რომ ასეთი დარღვევები აღარ განმეორდეს. თავარი ქალბატონო რაც საქართველოში ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, ის კი არ არის კონკრეტული დანაშაულები კი არ არის, რომელსაც კონკრეტული ჩინოვნიკების ჩადიოდნენ. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი მოგვცეთ დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავები ამას მიხედავენ და პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მაგრამ თავარი და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ან ტრაგიკულიც კი შეიძლება ვთქვათ ის არის, რომ ამ დანაშაულების უდიდეს უმრავლესობა სისტემური ხასიათი ჰქონდა და პოლიტიკის ნაწილი იყო. სახალხო დამცველის და პარლამენტის ურთიერთობა სწორედ ამის გულისხმობ პოზიტიურ ურთიერთობას და საქმიან ურთიერთობას, წარმატებულ ურთიერთობას არის სწორედ ამგვარი სისტემური და პოლიტიკის რანგში გადაზიდული დანაშაულების პრევენცია და პრაქტიკულად შეუძლებლობაც კი. ჩვენი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, სადაც გამოჩნდება, რომ რაღაც ტიპის პრობლემა სისტემურ ხასიათს იძენს, ჩვენ ყველანი ერთად პარლამენტით, სახალხო დამცველით, სხვა დაწესებულებებით, სახელმწიფო დაწესებულებებით, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება უნდა ვიდგეთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩანასახშივე არ დაუშვათ ასეთი სისტემურობის გაჩენა, თორე დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. დღესვე დაამტკიცა პირველი მოსმენით პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი. თქვენ გქონდათ შენიშვნები, მაგალითად ითხოვდით ნარკოტიკების მოხმარებისთვის გასამართლებული პირების სრულ ამნისტიას. რა არ მოგწონთ კიდევ ამ კანონპროექტში და რა ფიქრობთ, რომ არის შესაძლებელი? მე ვფიქრობ, რომ ის მოთხოვნა, რომელიც მე დღეს დავაყენა საქართველოს პარლამენტში, სრულიად სამართლიანია, არა მარტო იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ზიან ციხეში, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პროგრამასა და საქმიანობასთან მიმართებაშიც. იმიტომ რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული გვქონდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ეს არ არის დამნაშავე და რომ ეს პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს. შესაბამისად, თუ კი ჩვენ დღეს ვიქნებთ ამინისტიის აქტს, ბუნებრივია, რომ ეს განაცხადი პირველ რიგში სწორედ ამ აქტში უნდა ავსახოთ. ერთია, როდესაც დეკრიმინალიზაცია მოხდება ამგვარი დანაშაულის და ამას გარკვეული დრო და პროცედურები ჭირდება ასევე, მაგრამ მეორეა, რომ აგერ არის ამინისტიის აქტი და გაუგებარია, რატომ არ უნდა დავიწყოთ ამ პოლიტიკის გატარება დღეიდან. ამიტომ ჩემი პოზიცია, რომელიც ასევე უმრავლესობის ძალიან ბევრი წარმომადგენლის პოზიციას ემთხვევა, არის ის, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ხასუსო მოხმარებისთვის საჯავახშრობის დაწესებულებაში მყოფი პირები ამ ამინისტიის აქტით უნდა გათავისუფლდნენ რაიმე პირობების გარეშე. ამას გარდა მე ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე პრინციპული დებულება, ან რომელიმე პრინციპული საკითხია, განსაკუთრებით პრინციპული საკითხი არასდროს მე პრობლემა მაქვს. კანონპროექტს აქვს რამოდენიმე ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ ეს პირველი მოსმენა იყო, ამიტომ ეს პრობლემა არ არის და ბუნებრივია, რომ მეორე წაკითხვის დროს გასწორდება, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ამ დებულების დისკუსიაზე გამოტანა. და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ცვლილება აისახება კანონპროექტში, როდესაც ჩვენ მას მივიღებთ მეორე წაკითხით. თითქმის 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ივანე მერაბიშვილს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანია ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიას, არ ჰქონდეს საშუალება ამ ხელისუფლების კრიტიკა გააგრძელოს. მე მაინტერესებს, რამდენად მისაღებია თქვენთვის ის ფორმები, როგორც მოქმედებენ სამართალდამცველები ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ?
მე არ ვიცი კრიტიკის უფლების აკრძალვასაც დაინახა ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ ერთი თვეა, ორი თვეა უკვე პრინციპში საქართველოს პარლამენტში ყველანი ერთად მთელი საქართველო უყურებს, რომ არავინ არ ზღუდავს მათ არც სიტყვის უფლებას, არც გამოსვლის უფლებას და არც რაიმე კრიტიკის უფლებას. ეს ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლება, ყველა ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად არ აპირებს ამ ხრივ რაიმე ბარიერის შექმნას და პრობლემის შექმნას. თუ კი ვანო მერაბიშვილს განცდა აქვს, რომ რაიმე სხვა მიზეზით ისინი კარგავენ ასეთ უფლებას საზოგადოების განწყობის გამო თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზით, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა და ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ავართ. მე საერთოდ ჩემთვის საერთოდ ძალიან პრინციპში გაუგებარი არ არის გასაგებია, მაგრამ მიუღებელია მთელი ეს ისტერია, რომელიც ტყდება ხოლმე ყოველი ასეთი დაკითხვის წინ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი, ლეგიტიმური, სამართლებრივი პროცედურა, რომ თუ კი სამართალდამცავებს აქვთ კითხვები, ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. მე იმ დღეს პარლამენტში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, მთავარი განსხვავება რა არის ჩვენს და ნაციონალურ მოძრაობას შორის ამ თვალსაზრისით. აი ასეთივე ამბავი ატყდა გოგა ხაჩიძის მშობლების სახლის გაჩხრეკვის დროს. და მოამბრავი სპეკულაცია იყო ამ თემაზე. ოღონდ ყველაზე მთავარი დაავიწყდა ხელისუფლებას, რომელიც ამბობდა, რომ დილის 6 საათზე 25 კაცი შევარდა რაღაც საოცრებები ვილაპარაკეს. და იქვე ამბობდნენ, რომ თავად ბატონი გოგას მამა ამბობდა ინტერვიუში, როგორც მე მითხრეს, მე პირადად არ მინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, რომ მან დაადასტურა იქ იმ იარაღის არსებობა, რომელიც ამოღებული იყო. ოღონდ ხელისუფლებას მართლა იზრდომებოდა, რასაც ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გვაბრალებს, მაშინ იქ ძალიან დიდი რაოდენობით იარაღს აღმოაჩენდნენ და არა მხოლოდ იარაღს. ამას აკეთებდა 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა, სადაც შედიოდა გასაჩხრეკად, შემდეგ იქიდან ხან ბავშვის კარადებიდან ამოქონდათ ხოლმე საბრძოლო მასალები და ხან აკონების ქვეშ. გოგა ხაჩიძის მამის სახლიდან არაფერი ასეთი სახლთან დაკავშირებით არაფერი მსგავსი არ მომხდარა. იმიტომ რომ დანაშაულის პროვოცირება კი არ არის ჩვენი ამოცანა. ხელისუფლების ამოცანა, სამართალდამცავების ამოცანა არის ყისიერი რეაგირება მოახდინონ ყველა სამართალდარღვევაზე, რომელიც მათთვის ხდება ცნობილი. და როდესაც ასეთი არ დასტურდება, ისინი მიდიან და იქ იარაღს არ ტოვებენ იმისათვის, რომ ადამიანი არარსებული ბრალდებით დააკავონ. ზუსტად იგივე შემიძლია გითხრათ ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაზე. ფორმებს რაც შეიძლება, მე რამდენჯერმე უკვე ვთქვი ეს ტელევიზიით და თქვენი ერთ-ერთიც გავიმეორებ. დიახ, მე ძალიან არ მომეწონა, როდესაც ვნახე ბატონი გეწაძის დაკავების კადრები ტელევიზიით. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს პრინციპულად და ფუნდამენტურად უნდა განგვასხვავებდეს ჩვენ ძველი ხელისუფლებისგან. ადამიანი შეიძლება იყოს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენაში ეჭვმიტანილი, შეიძლება ეს არ დადასტურდეს, მაგრამ იმის მიუხედავად ეს დადასტურდება თუ არ დადასტურდება, ჩვენ არა გვაქვს უფლება ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენოთ. ხელბურკილ დადებული ადამიანის ვიდეო მასალა ეს არის მისი პიროვნების შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა და ეს არ არის სწორი. და ეს მე არ მომწონს და იმედი მაქვს, რომ ასეთ კადრებს საქართველო არ ნახავს. მაგრამ ნამდვილად ვერ მივიღებ ვანო მერაბიშვილისგან იმას, რაც ჩვენ ნახეთ მისი პირველი დაკითხვის დროს, როდესაც მან განაცხადა, რომ არ უნდა მისი ჩვენება გადაიღონ ვიდეოთი. მისგან ეს უბრალოდ სასაცილო და ცინიკურია. იმ კაცისგან, რომლის დროსაც ჩვენ ღამის პერანგებში და პიჟამებში ჩასმულ ადამიანებს, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს, დამნაშავეებიც რო ყოფილიყო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანებს, პატარა ბავშვებს, დაკავებულების ცოლებს გვაჩვენებდნენ ტელევიზიით დაწიოკებულებს. და ამასობაში მას პრობლემა აქვს, თურმე ვიდეო მისი ჩვენების ვიდეო ჩაწერის. ასევე ჩვენ ნანახი გვაქვს სერიალები, არ ვიცი, 1000-ობით სერია, ზოგჯერ იძულებით, ზოგჯერ წამებით, ზოგჯერ ნებაყოფლობით მიღებული ჩვენებების, რომელსაც მუდმივად გვთავაზობდა ხოლმე ნაციონალური მაუწყებლები. ამიტომ მოთხოვნებში უნდა იყვნენ ადეკვატური იმისათვის, რომ მიიღონ ადეკვატური რეაქცია თანაგრძნობა. მაგრამ ნამდვილად ცინიკურია მათი მხრიდან. ეხლა თუ მოლოდინი იმისი აქვს, რომ ჩვენ დავჯდებით, დავიზაფრებით და ყოველ მათ გამონათქვამზე ვიშვიშს დავიწყებთ, ეს ნამდვილად არ იქნება, იმიტომ რომ ეს ამბები გუშინ ხდებოდა. ჩვენ 40 და 80 წელი არ გვაშორებს ამ ამბებისგან, ეს ხდებოდა გუშინ, ხდებოდა ჩვენს თავს და ხდებოდა იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებიც ხედან ეხა ტელეკამერებთან და ელოდებიან ერთის მხრივ იმას, რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ, რომ მათი უკანონოდ დაპატიმრებული შვილები საპატიმროებს დატოვებენ და მეორეს მხრივ იმას, რომ სამართლიანობა აღდგება და ემათ, ვინც აწამებდა, ვინც ადამიანების სიკვდილის გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ვინც დეპუტატების გატაცების გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ცემის, სასიკვდილოდ გასწორების გადაწყვეტილებებს
განმარტოებებს იღებენ, მათ პასუხს გასცემს სამართალი, კანონი და მართლმსაჯულება. ამიტომ ნურავის გაუკვირდება იმის მიუხედავად, ვის რაც შინ და მედალი აქვს მიღებული, ან რა თანამდებობა ქონდა, თუ კი მათ მოუწევთ, გნებავთ შინაგან საქმეთა სამინისტროში და გნებავთ პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სახით სიარული. ეს არის კიდევ ერთხელ ჩვეულებრივი პროცედურა დემოკრატიული საზოგადოებისთვის თანმდევი პროცედურები. და შესაძლოა ეს ვინმეს არ მოსწონდეს, არ სიამოვნებდეს, არ ხიზიანებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამართალდამცავი უწყებები უნდა გაჩერდნენ და არაფერი არ უნდა აკეთონ. კიდევ ერთი თემა, ქალბატონი თინა, ეს არის რელიგიური დაპირისპირებები, იყო უკვე რამდენიმე ინციდენტი, საკმაოდ უსიამოვნო. მათ შორის დღეს წინ წყაროში. ხმა დავკარგე თქვენი არ მესმის. ახლაც არ გესმით? გესმით ახლა ხმა? გესმით ქალბატონი თინა ხმა? არ მესმის თქვენი ხმა. ეხლა მესმის. კი, დაბრუნდა ეკა. ძალიან კარგი. რელიგიური დაპირისპირებების შესახებ მინდა დაგისვათ შეკითხვა. უკვე რამდენიმე ინციდენტი იყო, მათ შორის დღეს წინ წყაროში. პრემიერ-მინისტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ამის გამო. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი ატარებს პროვოკაციის ხასიათს. თქვენ როგორ ფიქრობთ, პროვოცირებული არის ეს კონფლიქტები? მე ნახე პრემიერის განცხადება, მე არა მაქვს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას ეყრდნობოდა ეს განცხადება, მაგრამ რამოდენიმე შემთხვევაში მე მაქვს ინფორმაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არა მაქვს დეტალური მონაცემები, მაგრამ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ხდებოდა ასეთი ამბების პროვოცირება, განსაკუთრებით ნიგზიანთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შემიძლია დასაბუთებულად და დადასტურებულად ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს სამართალდამცავებს აქვთ ამის თაობაზე ინფორმაცია და სწორედ მასზე დაყრდნობით გააკეთა დღეს პრემიერმა ეს განცხადება. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და ჩაგვერთეთ. დიდი მადლობა ეკა. თინა ხიდაშელი პასუხობდა მთავარ კითხვას, რამდენიმე წუთში კობალი კლიკაძე იქნება ჩვენი სტუმარი. კობალი კლიკაძე უპასუხებს მთავარ კითხვას, საღამოშტობის საბატონო კობა. რამდენიმე დღით თბილისში და გმადლობ, რომ მოახერხეთ და გახდით ჩვენი სტუმარი. პოლონეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელში დიდი შანსი იყო საქართველოსთვის მიენიჭებინათ მაპი, რადგან ძალიან მაგრად ჩატარდა არჩევნები და რადგან ჩვენი წინსვლა ნატოსთან მიმართებაში თავისი ლოგიკით განაპირობებდა ამას. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, იყო შანსი და ამის შესახებ მე მითხრეს პირადად ძალიან მაღალ დონეზე ყველგან, რომ ჩვენ შეგვეძლო დეკემბრისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გაგვეკეთებინა უკვე ნახევარი ნაბიჯი წევრობიდან და მიგვეღო როგორმე ეს მაპი. სამწუხაროდ ბოლო თვეების მოვლენებმა და ამას ვამბობ დიდი დანანებით ამ ეტაპზე ამის საშუალება გუშინ არ მოგცა. რა სიტყვით, რამდენად რეალისტური იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მოლოდინი, თუ მას მართლაც ჰქონდა ეს მოლოდინი, რომ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე შესაძლებლობა იქნებოდა საქართველოსთვის მაპის მინიჭების? კი, მე მოვისმინე მის პრეზიდენტის ეს განცხადება. ეკა, მე მგონი ცოტა ისეთი რიტორიკული შეკითხვა ვერ დაკარგავ იმას, რაც არ აქვს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასე გამოდის, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ იგეგმებოდა მაპის გაწევრიანების რო ახსნათ კიდევ ერთხელ სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვის. მეცაც გეტყვით, ეს იყო მეტად უცნაური საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მინისტერიალი, რომელზეც საერთოდ კომუნიკე არ იყო მიღებული. მე ვფიქრობ, რომ სახეზეა სასურველის თუ როგორ არის ესე იგი რეალობის გასაღების ცდელობა, რაც ახასიათებდა ქართულ პოლიტიკას და დიპლომატიას ბოლო 8 წლის განმავლობაში. გაგახსენებთ იმას, რომ დაპირება იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რომ მაპს მივიღებდით 2008 წელს, მე როცა მივიღეთ, შეიცვალა ასე ვთქვათ ნარატივი და ვთქვით, რომ ვერ მივიღეთ მაპი, მაგრამ მივიღეთ უფრო უკეთესი. ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ ეს მაპი ისე გვჭირდება, მაგრამ რეალურად ის დღის წესრიგში არ მდგარა. და მე მეცაც გეტყვით, მე მეჩვენება და ეს პირადად ჩემი აზრია, რა ვესწრებოდი იქ ამ დავაშუქებდი რადიო თავისუფლებისთვის ამ მოვლენას. ამ მინისტერიალზე ჩვენ მე გაცილებით უარეს ველოდით, მე მგონი უფრო მაქსიმუმ მივიღეთ იმ თუნდაც იმ განცხადებების სახით, რაც თელ წინა პერიოდს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლებელი არც კი ყოფილიყო ასეთი პოზიტიური განცხადებები. რა ნეგატივს ელოდით, რას გულისხმობთ? იმ ფონზე, წინასაარჩევნო დაძაბულობის ფონზე, პატიმრების ცნობილი სკანდალური კადრები, შემდეგ დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც ძალიან წააგავდა რაღაც წინასაომარ დაპირისპირებას, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, რომელიც
პირდებოდა მოსახლეობას თავის ამორჩევლებს, რომ გაანადგურებდა ქართულ ოცნებას, როგორც კლასს. მერე რაც შემდგომში მოხდა, როდესაც ნატოს წევრ სახელმწიფოებს აქვთ აღქმა, რომ ხდება საქართველოში პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნა და ნატოს საპარლამენტო. აქვთ ახლაც ეს ახსნა, რადგან თქვენ საბლოკში წერდით, რომ ერთი თვის მანძილზე შეცვლილია მკვეთრად პოზიცია დაპატიმრებებთან დაკავშირებით. ეს ახმა ქონდათ მეთქი ამას ვამბობ და მინდოდა მეთქვა, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე პრაღაში ანდრეს ფუგ რასმუსენმა ძალიან კაცრად ილაპარაკა ამაზე და პირდაპირ ამბობ ის უკიდურესად არის ამით შეშფოთებული. ახლა ტონი რა თქმა უნდა შერბილებულია, მაგრამ ამდენჯერმე თქვა, რომ რა თქმა უნდა აღქმის დონეზეც კი ეს ძალიან სულია თუ კი ასეთი ახმა არის, რომ პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ჩვენ დაგვარწმუნა პრემიერმა ივანიშვილმა და ქალბატონმა ფანჯიკიძემ, რომ ამსაჯულება თავისუფალია პოლიტიკური ზეწოლისაგან და გაესვა ხაზი პროგრესს და საქართველოზე ითქვა, რომ ის არის ქვეყანა, რომელიც გაწევრიანების პროცესშია და აქვს მიღწევა და ბევრი ქათინაური ითქვა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან დიდი მიღწევა იყო იმ турბულენტურ პერიოდში, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება კოჰაბიტაციას რო ეძახით. მთავარი კითხვა, რაც ჩნდება მინისტერიალთან დაკავშირებით, დარჩა თუ არა პოზიტიური საქართველოს პოზიცია ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რადგან ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენ გადავედით ნეგატიურ ტენდენციაში. თქვენ რა სიტყვით? არ ვიცი, ექსპერტებს თავისი აზრი აქვთ. ერთ ნაწილზე ვსაუბრობ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, იმ ერთი ნაწილის აზრიც გასათვალისწინებელია, მაგრამ რა სიყნობა მე ეს არ ვიცი, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვინ იყო ის სანდო წყარო, ვინც ბატონ პრეზიდენტს მოახსენა, რომ აპი უნდა ყოფილიყო, თუ კი ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს არ იგეგმებოდა. გაწმენების სამოქმედო გეგმა და საერთოდ ტექნოლოგიას თუ ავხსნით ზოგადად ნატოს აი ამ ანატომიის არის ასეთი პროცედურა. ყოფილა შემთხვევა, რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლის, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრებს გაწმენების სამოქმედო გეგმის მიღების საკითხი გადაუწყვეტიათ, სხვათა შორის წინა ხელისუფლების გასაგონად ვიტყვი, რომ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრების გზით მაპის მიღებასთან ახლოს იყო ზუსტად 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ და თუ რატომ არ მოხდა ეს, სწორედ წინა ხელისუფლებამ უნდა აგოს ამაზე პასუხი. ანუ ეს შანსი ადრე იყო რეალური და პირდაპირ დათქმა იყო ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რომ დეკემბერში 2008 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. ასეთი დათქმა არ ყოფილა ახლახანს თუ არ ჩავთვლით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგად მოწოდებას, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებმა და პარლამენტებმა განიხილონ საქართველოსათვის მაპის მიწოდება, განიხილონ, ეს არის ძალიან დროში აბსტრაქტული მოწოდება. მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს იმეც, რომ მომავალ წლის ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე იქნება პროგრესი და საჭიროა ის, რომ საქართველოს მიიღოს ასოცირების ხელშეკრულება. შეიძლება გაჩნდეს პერსპექტივა, ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც უკვე ჰპირდებიან, მაგალითად მოლდოვას, რათა გაჩნდეს პერსპექტივა, რომ გამოვცხადდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად. ეს მოლოდინიც არ არის რეალისტური, როგორ ფიქრობთ? საერთოდ მე ჟურნალისტი ვარ, მე მიყვარს მომხდარ ფაქტზე ლაპარაკი და აი ეს გამოდმებული წინასწარმეტყველებები, რაც ახასიათებს ქართველ პოლიტიკოსებს, ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის გაუგებარია და მე ვფიქრობ, ცოტა სახიფათოც კია, ეკა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს დაპირებები მოვისმინეთ არაერთხელ მე პირველი შეკითხვის პასუხად გითხარით. პირველ წელს პრეზიდენტობის პირველ ვადაში რომ მივიღებდით მაპს, მეორე ვადაში საქართველოს გახდებოდა ნატოს წევრი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალ პრეზიდენტს გაერთიანებულ საქართველოს ჩააბარებდა. ეს განცხადებები პრეზიდენტისაგან ხომ მის წინააღმდეგ მუშაობს. როგორ შეგვიძლია, ვის შეუძლია დღეს ისაუბროს, გენერალური მდივანი ვერ საუბრობს, ვის რას მეანიჭებენ, იმიტომ რომ ეს არის კოალიცია, სადაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას სასიცოცხლო მნიშვნელობისას ღებულობენ კონსენსუსის წესით. და შეგახსენებთ, ტელემაყურებელს შევახსენებ, მაკედონიამ, რომელმაც შეასრულა გაწევრიანების სამოქმედო გეგმისათვის დასახული ყველა კრიტერიუმი. იგი გააჩერეს მაპის ფაზაში, იმიტომ რომ მისი სახელწოდების ირგვლივ არ არის კონსენსუსი ერთი სახელმწიფოს გამო. ერთი სახელმწიფოს პოზიციაა და აი როგორ შეიძლება რაღაცა ვიწინასწარმეტყველოთ? მე ვფიქრობ, ეს საერთოდ დიპლომატიაში წამგებიანია ესეთი დათქმები, მესმის ოპტიმიზმის დოზა ხელისუფლებას უნდა კონდეს და რაღაც ნიშნული, რაღაც მიჯნა უნდა დასახო. ცუდი არ არის ეს. მაგრამ გამუდმებით ამის ლაპარაკი რომ ეხლა ეს გავხდებით, მე ის მეტი დრო იხარჯება, მე მგონია იქ ამაზე ვიდრე პროცედურის, ვიდრე სამუშაო დავალების შესრულებაზე. და დღეს მე აი ეს მედია კონფერენციიდან მოვდივარ, სადაც აღმოვაჩინე, რომ ერთი უნაშელოვანი კრიტერიუმი გვაქვს შეუსრულებელი. წინა ხელისუფლებას განსაკუთრებით, რომლის
არ შესრულების გამო ძალიან მეეჭვება რომ ჩვენ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვონ. თუ გაინტერესებთ გეტყვით. აი თურმე არის ვალდებულება და მე ეს არ ვიცოდი დღევანდელ მედია კონფერენციაზე რომელიც ორგანიზებული იყო კოალიცია მედია ადვოკატირების და მონაწილე იყო ღია საზოგადოება საქართველოს მე იქ ვიყავი მოდერატორი აღმოჩნდა საქართველოს აქვს ვალდებულება დაასრულოს 2015 წელს და თქვენ როგორც ტელეწამყვანს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ ციფრულ ტელემოუწყებლობაზე გადასვლა. დიახ, ეს ვალდებულება აქვს ქვეყანას. და არაფერი არ არის დაწყებული, როგორც გამოირკვა დღეს. არაფერი არ არის დაწყებული და ლიტველებმა და ლატვიელებმა, რომლებიც იყვნენ სპიკერები, თქვენს რომ ამ ეს პროცესი 9 წელი გრძელდებოდა იმ ქვეყნებში. და ეს არის ვალდებულება, ერთი კონკრეტულ ვალდებულებას გეუბნებით. სხვებზე არაფერს არ ვამბობ, სკანდალები იარაღთან დაკავშირებით, ციხეში პატიმრები, ამას ისმენს ეს ხალხი. კონფერენციის შესახებ აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს, მანამდე მინდა იარაღის სკანდალს შევეხოთ. გენინსპექციის შემოწმების შედეგად თავდაცვის სამინისტროში გამოვლინდა კორუფციული სქემები, რომელიც დიდი რაოდენობით იარაღის შესყიდვას უკავშირდება. როგორ შეიძლება აისახოს ბატონო კობა ეს სკანდალი ქვეყნის იმიჯზე, თუმცა მთავარ კითხვას კობალი კლიკაძე უპასუხებს სარეკლამო ბლოკის შემდეგ გადაცემაში რეკლამის დროა. კობალი კლიკაძე პასუხობს მთავარ კითხვას იარაღის სკანდალთან დაკავშირებით. გავიმეორებ შეკითხვას ბატონო კობა. გენინსპექციის შემოწმების შედეგად თავდაცვის სამინისტროში გამოვლინდა ძალიან სერიოზული კორუფციული სქემები, რაც უკავშირდება დიდი რაოდენობით იარაღის შესყიდვას. როგორ ფიქრობთ, აი ასეთი სკანდალი ქვეყნის თავდაცვის უწყებაში, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ალბათ ბრალი დაუმძიმდება თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც ბაჩო ახალაიას გულისხმობ. საერთო ჯამში როგორ აისახება ქვეყნის იმიჯზე? ეს არ არის მცირე მასშტაბის კორუფცია თუ კი ის დამტკიცდა რა თქმა უნდა. პასუხი მარტივია რა თქმა უნდა არ აისახება კარგად, იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტროს რეფორმირებაში, რეკონსტრუქციაში ნატოს წევრ ქვეყნებს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი საორგანიზაციო, საფინანსო შესყიდვების ლოგისტიკის მიმართულება რომ გაუმჯობესებულიყო და გამორიცხული ყოფილიყო ნებისმიერი კორუფციული სქემა, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. როგორი იქნება შენიშვნები გამოჩნდება შემდგომში თუ რამდენად ანგარიში გასაწევი იქნება როგორც წინასწარი გამოძიების ისე სასამართლო გამოძიების და განაჩენის სტადია ანუ მართლმსაჯულება რა სიტყვის თუმცა არ ამგონია რომ ამას კონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და გეტყვით ანუ იმ საკითხისთვის რაზეც ჩვენ ვსჯელობთ იმიტომ რომ ესეთი რაღაც კოლატერალური ზიანი ყველა ქვეყანას ახლავს რომელიც ერთი ფორმაციიდან გადადის მეორეში ჩეხეთის მაგალითზე გეტყვით რა კი იქ ვიმყოფები და უფრო უკეთაც ვიცი და ალბათ უკეთ გასაგები იქნება ჩვენი ტელემაყურებლისთვის რადგან ჩეხეთმა გაიარა ეს გზა რაც ჩვენ გველის და წინ გვიდევს იქ 10 წელია თითქმის რო არ შემეშალოს გონი 9 გრძელდება ეგრეთ წოდებული პანდურების სკანდალი ეს გახლავთ ავსტრიული წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარები რომელიც ჩეხეთის არმიას უნდა შეესყიდა ავღანეთში მისი კონტინგენტისათვის და აღმოჩნდა გაირკვა რადგან კოალიციური მთავრობა და ერთი მინისტრის დროს დადებული ხელშეკრულება მეორე მინისტრმა წამოწია რადგან არ უნდოდა ეს მძიმე მემკვიდრეობა რომ იმ პერიოდში როდესაც შესყიდვა მოხდა ჩეხეთმა 2.5-ჯერ მეტი გადაიხადა თვითმავალ საარტილერიო დანადგარში ვიდრე პორტუგალიამ ერთსა და იმავე წელს იყიდეს და დღემდე გრძელდება გამოძიება დღემდე არ არის დამნაშავე პირთა ასე ვთქვათ წრე გამოკვეთილი ამიტომ რთული პროცესია ეს მაგრამ იმდენად დამაზიანებელი არ იქნება რადგან იარაღის შესყიდვა იარაღით ვაჭრობა სამწუხაროდ მე არ მინდა ხა ვინმეს გასამართლებლად არ ვამბობ ამას ეგა კარგად გამიგეთ მე რაც ადვოკატი ვარ რაც პროკურორი მე უბრალოდ ვამბობ რომ ესეთი შემთხვევები ხდება იგი ზიანს აკეთებს რა თქმა უნდა ქვეყნის იმიჯს რადგან სხვა სუფთა იარაღით მოვაჭრე და თავისი იმიჯის მზრუნავი კონტრაქტორები თავს შეიკავებენ იმ ქვეყანასთან ვაჭრობით და არ არის დიდი წრე სხვათა შორის არ აქვს საქართველოს ბევრი არჩევანი იცით ეკა რომ იარაღით ვაჭრობა ესე მარტივი არ არის მithumetes წინა პერიოდში გახსოვთ თქვენ იყო სულ რაღაცა 5 თვე გავიდა როდესაც ისრაელის ფირმა ელბიტთან კონტრაქტის პირობები იყო დარღვეული მან წაიღო საარბიტრაჟო საზამარდოში ლონდონში საქმე მე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ბურჯანიანი ჩაერთო საქმეში გამოითხოვეს ეს საქმე 35 მილიონი გადაიხადეს და იარაღი დაუბრუნეს უკან ამიტომ ესეთი რამეები აი ის წვეთია რომელიც ჯამში ქმნის ძალიან ნეგატივს ძალიან დიდ ნეგატივს სკანდალი უკავშირდებოდა გაერთიანებულ შტაბსაც გულისხმობ კალანდაძესთან დაკავშირებით პროცესს
საბოლოოდ შეთანხმდნენ პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი დანიშნულია გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, ეს არის ირაკლი ძნელაძე, არის პრეზიდენტის კანდიდატურა, რომელიც მას შეარჩია მას შემდეგ, რაც რამდენიმე კანდიდატურა უმრავლესობისთვის სასურველი დაიწუნა. შეგვიძლია თუ არა ეს პრეცედენტი ჩავთვალოთ თანამშრომლობის, ანუ ეგრეთ წოდებული კოაბიტაციის მაგალითად, თუ როგორ ფიქრობთ ეს იყო გარკვეულწილად დათმობა ახალი ხელისუფლების მხრიდან, რადგან პრეზიდენტი არ თანხმდებოდა მათ მიერ შეთავაზებულ კანდიდატურებზე. ქალბატონო, როგორც არ უნდა იყოს, შედეგი პოზიტიურია და სხვათა შორის აი ეს შეთანხმება გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურაზე ზუსტად დაემთხვა ნატოს მინისტერიალს და ამას ჰქონდა კარგი გამოხმაურება. კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამას, რადგან თქვენ მართალი ხართ, გაერთიანებული შტაბის უფროსის ირგვლივ სკანდალი და მე სკანდალის კიდე ერთ ნაწილს ვიტყოდი და გავუსვამდი ხას. სკანდალი ფლათ არ არის, მაგრამ არავის დაუსვამ შეკითხვა დღემდე. დევიდ ჭანკვეტაძე, რომელიც ყველაზე ხანდაზმული გენერალური შტაბის, გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, პრეზიდენტმა დააჯილდოვა გამარჯვების ორდენით 2009 წელს. ის რატომ მოხსნეს ესე უცებ? მადლობა მაინც ეთქვათ. შეიძლება ვიღაცისთვის არ იმსახურებდა ტელემაყურებლისთვის ან ყველყოფილი სამხედროებისთვის გენერალი ჭანკვეტაძე, თუმცა მე არ ვიზიარებ ამას განსაკუთრებულ მადლობას. მაგრამ მომავალი თაობებისათვის, მომავალი თაობებში ოფიცრებს გულისხმობ. მომავალი ოფიცრებისათვის ნიშანდობლივი და კარგი მაგალითი იქნებოდა, რომ გენერალური შტაბის უფროსს ეუბნებიან მადლობას და ჩვენ ცოტა გვახსოვს. ქალბატონო, 8 წლის განმავლობაში გენერალური შტაბის ყოფ შეგახსენებთ ყოფილი უფროსი ლევან ნიკოლაიშვილი სად არის კაცმა არ იცის. გენერალური შტაბის ყოფილი კიდევ ერთი უფროსი ომის შემდეგ ზაზა გოგავა დააქვეითეს, გაუშვეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად და იგი საერთოდ ჩამოშორდა საქმიანობას. სხვებით შეიძლება ჩამოვთვალო დევიდ ჭანკვეტაძე უკვე ვახსენე. კალანდაძე, მისი დანიშვნა რომ სკანდალური იქნებოდა. ხომ იცოდა საქართველოს პრეზიდენტი იმ პერიოდში, როდესაც იწყებოდა გადაბარება ამ პროცესის სამინისტროების ცოტა მოწდა არ იქნებოდა ცუდი არა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კარგია ნებისმიერ მხრივ, რომ ასეთი შეთანხმება მოხდა. მე პირადად ბატონ ძნელაძეს არ ვიცნობ, მაგრამ ასე მე კარგი მსმენია და მხოლოდ შეიძლება ვთქვათ, რომ თუ სხვა საქმეშიც ესეთი პოზიტიური შედეგები იქნება კოაბიტაციის დროს, ეს არის მეგონი მთავარი, რასაც ელოდება ახლა საზოგადოება, რომ ეს ერთწლიანი პერიოდი მტკივნეულოთ და დემოკრატიული საზოგადოების ტრადიციაში გაგრძელდეს. კიდევ ერთი მინდა დაუბრუნდეთ დღეს ჩატარებულ მედია კონფერენციას, რომელიც მიმოიხილავდა მედია გარემოს და რომლის ორგანიზატორიც, როგორც თქვენ უკვე თქვით, იყო კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის. ბატონო კობა, ძალიან მოკლედ ჩამოთვალეთ ის მთავარი თემები, რაზეც იყო დღეს საუბარი და ის კრიტიკული შენიშვნები, რაც გაისმა მედია გარემოს მიმართ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი სემინარი იყო, მე მინდა ვთქვა, იშვიათად დავსწრები ვარ ესეთ კარგ სემინარს, კარგს თავისთავად იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ, კარგად ჩატარდა. ძალიან კარგი პანელები იყო, ძალიან კარგი თემები იყო და ძალიან კარგი სპიკერები იყვნენ, ძალიან პროფესიონალები, უცხოელებიც და ქართველებიც. არ მგონია რამე ისეთი იყოს, ხალბატონო ეკა, რაც თქვენ აუდიტორიაში, თქვენ სტუმრებს არ უთქვამთ პირადად, თქვენ არ იცოდეთ. ლაპარაკი არის იმაზე, რომ ზოგადად ტენდენცია არის კარგი. მედია, ანუ ეს რაღაც მომენტი, რომელიც არჩევნების შემდეგ შეიქმნა, შესაძლებელია სასიკეთოდ იქნას გამოყენებული, თუ კი რა თქმა უნდა არ იქნება მოდუნება, არ იქნება დაბრუნება უკან, არამედ იქნება წინსვლა, ახლა რაღაც ცოტა ისე გამოვდის ზოგადი ფრაზებით, მაგრამ აკეთ თქვენ მითხარით მოკლედ თქვა, ვცდილობ მოკლედ ვისაუბრო. იყო პლუსებიც და მინუსებიც, მედია გაშუქების დროს ტელემაუწყებლების მიერ ეგრეთ წოდებული ბალანსის პრობლემა, ვინ როგორ რა ტონალობაში რა სიხშირით აშუქებს საითი ხრება მაგალითად სიმპათიები. როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო იყო ეს და ჩემთვის პირადად ცოტა მოულოდნელი ციფრული მაუწყებლობის კუთხით თითქმის არაფერია გაკეთებული და ჩვენ მაჩანჩალა ქვეყნებში ვართ სამწუხაროდ და არა და ეს ვალდებულებაა მნიშვნელოვანი ეთიკაზე, პროფესიულ ეთიკაზე, კეთილსინდისის ჟურნალისტიკაზე, ჟურნალიზმზე იყო საუბარი და ძალიან კარგი შეთანხმებული პოზიციები იყო წარმოდგენილი და თითქმის ყველა ვინც ესწრებოდა იქ ჟურნალისტი, ბევრი პრაქტიკოსი ჟურნალისტი იყო თანხმება ამაში, რომ
თუ შენ შექმნი შენ პროფესიულ კოდს და ვიღაცა თავს არ მოგვაქვს ცხადია როგორც ყაზახეთში მოხდა როცა თვითონ მედიამ შექმნა, მაგრამ იმ მედიამ შექმნა, რომელიც ხელისუფლებისაა და საბოლოო გზამში თვითცენზურა გამოვიდა. არამედ კარგად ჩამოყალიბებული მისიიდან გამომდინარე პროფესიული ეთიკის კოდექსი თუ იქნება, ის პირიქით უფრო ხელს გიწყობს და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც გია. აი ესეთი თემები იყო, რა ვიცი, ცოტა ძალიან ძნელია დავწურო ერთ შეკითხვის პასუხად ეს. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით დიდი მადლობა. კვირის ბოლოს კობალი კლიკაძე იყო ჩვენი სტუმარი, მე ვარ შაბათამდე გემშვიდობით, სასიამოვნო შაბათს და კვირას გისურვებთ.